გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. არაფერი აღარ დატოვა, გაანადგურა ყველაფერი. კახეთში სტიქია განმეორდა, რატომ ვერ დაიცვა სიტყვის საწინააღმდეგო რადარებმა ყვარელი დაახმეტა. სულ გააფუჭა ყველაფერი, ეგ თქვენ თვითონ ხედავთ, აღარაფერი აღარ დატოვა აქ. დაზიანდა ყველაფერი. ძალიან დიდი ზარალი, რაც შეიძლებოდა სიტყვის და ქარის ტანდემს მოეტანა ამ რეგიონში, აცილებული არის. ღარიბ რეგიონებს შორის კახეთი მეოთხე ადგილზეა, რატომ ფიქრობენ გურჯაანში, რომ ხალხს იმაზე მეტად უჭირს, ვიდრე ეს ბიზნეს რეზონანსმა დაითვალა. აგე მიბძანთ, ეხლა კარტოფილს ვაკეთებ. რა ხორჩია. ეხლა წამალი არა მაქვს, რა ხვალე დავლე, ერთი ნაბიღა მაქვს და всё. დაპირისპირება თელავში, რაც აპროტესტებენ აგრარული ბაზრის მოვაჭრეები. შიგნით ის არ მაქვს, ადგილი არ მაქვს. სათავე როგორ ვიცხოვრო, რა უნდა ვწამო? თუ საჭირო იქნება გამგეობისიდან გადავიდეთ ჩვენ ბაზარში გავმართოთ. ხმაური პანკიში რატომ პირისპირდება დუისის მოსახლეობა კახეთის ენერგოდისტრიბუციას? განქორწინებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რატომ შორდება ცოლ-ქმარი ერთმანეთს, რა ხდება კონფლიქტის მთავარი მიზეზი? ცოლებს ვეღარ ინახავენ. ალბათ კომპლექსებისგან გათავისუფლდნენ ადამიანები. სექსით შეუთავსებლობა, წვილი ერთთან ხდება ერთმანეთში. საღამომშვიდობისა. კახეთში სტიქია განმეორდა. ყვარლისა და ახმეტის სოფლებში მოსავალი 40-დან 100%-მდე განადგურდა. მოსახლეობა ჩივის, რომ მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან აღებულ ვალებს ვერ გადაიხდის. რატომ ვერ მოხდა სიტყვის თავიდან აცილება დელტას აპარატურის ფონზე, რომელზეც მთავრობა დიდ იმედს ამყარებდა. დღეს ამ კითხვით ეთერ თეთრაძემ კომპანია დელტას მიმართა, რომელმაც სიტყვის საწინააღმდეგო რადარები დაამონტაჟა. ნახოთ სიუჟეტი. წუხელ გვიანღამით მოსულმა სტიქიამ ალექსანდრე იოხნურაშვილს 2 ჰექტარზე დარგული საზამთროს ბაღი, რომელიც ბანკის ვალით დაამუშავა და მოსავალი ერთ თვეში უნდა დაეკრიფა 100%-ით გაუნადგურა. როგორც ამბობს, მოსავალი არ დააზღვია, რადგან იმედი ჰქონდა, რომ სიტყვის საწინააღმდეგო რადარები სტიქიისგან დაიცავდა. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ჭიკაანში მცხოვრები სხვა გლეხებიც. ვენახი თლიანად ვაფშე გამინადგურდა. ბაღი 2 ჰექტარამდე ბაღი მაქვს, სულ ვაფშე მსხვილის საზამთროები 5-6 კილოიანები ყრია. ბანკიდან ამხელა სესხიმა გამოტანილი, ამ სესხის დაფარვა მინდოდა. ამ თვის ბოლოს ვენა ბაღი უნდა დამეკრიფა, ამაგასაც ვერ 0-ზე დევეცი სულთლიანად. ყო იყო 9 საათი რა და რა, უკრაც სულ გააფუჭა ყველაფერი, ეგ თქვენ თვითონ ხედავთ, აღარაფერი აღარ დატოვა აქ. ერთი ვენახი ჰქონდა და ვენახის დაგვისეთყვა. დაზღვეული არ აქვს. რატო და ზუსტად ეგენი რო დადგა, რომ მე თქვი გვეშველა და всё აღარ მოასეთყვა და გადაყრიან ღრუბლებს იქით თისკენ წავა, მაგრამ არ წავიდა აბა თისკენ და მოვიდა ისო მაინდა-მაინც აქ ჩვენთან გლეხებში. სანამ სტიქია ყვარელს შეუტევდა, მანამდე ახმეტის სოფლებიც დაისეთყვა და ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების 40% გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ახმეტის მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა, თუმცა მოხდება თუ არა დაზარალებულების კომპენსირება ჯერჯერობით უცნობია. არაფერი აღარ დატოვა, გაანადგურა ყველაფერი. გაანადგურა. ვენახი აღარც ივარგებს 2-3 წელი. 2-3 წელი უნდა ამის გამოსწორებას. დანარჩენი ბოსნეული აღარ ვარგა. ეს ხო ისეაც ერთწლიანია და აღარ ვარგა. დაზიანდა ყველაფერი. მინდორში ეს ვენახები, ხორბალი, სახში ბოსტანი ხო სულ გატიალებულია. ჩვენ იმ ბოსნიდან არავითარი იმედი აღარ აღვავს. აღარც ლობიო, აღარც მწვანილი, აღარც კარტოფილი. კომპანია დელტას ინფორმაციით კი სიტყვის საწინააღმდეგო რადარები ბოლოს 3 დღის განმავლობაში აქტიურად გამოიყენეს და სწორედ ამიტომ ზარალის ოდენობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე სიტყვისა და ქარის ტანდემისგან იყო მოსალოდნელი. საერთო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტყვის საწინააღმდეგო სისტემამ უმეტესწილად შეამცირა სიტყვის ზომა და ძირითად ადგილებზე გარდაქმნა ის წვიმად. ანუ ის ძალიან დიდი ზარალი, რაც შეიძლებოდა სიტყვის და ქარის ტანდემს მოეტანა ამ რეგიონში, აცილებული არის თავიდან და პრინციპში სისტემა მუშაობს ზუსტად იმ დეკლარირებულ პარამეტრებში, რომელშიც უნდა იმუშაოს. სინოპტიკოსები კი არამდგრად ამინდებს კვირის ბოლომდე პროგნოზირებენ. ღარიბ რეგიონებს შორის კახეთი მეოთხე ადგილზეა. კვლევის შედეგი ბიზნეს რეზონანსმა საარსებო შემწეობის მიხედვით დაითვალა. გამოიკოთა, რომ კახეთში სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის 16% ცხოვრობს. ამ კვლევას არ ეთანხმებიან გურჯაანში რესპონდენტების შეფასებით, ხალხს უფრო მეტად უჭირს და ეკონომიკური პირობები ყოველ წელს უარესდება. კვლევის შედეგებსა და რიგითი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეკა თეთრაძე სიუჟეტში მოგვიყვება. აი
ჩვენმა მეზობელმა ჩამიყარა ფხნილი. ეს ამჯერ უნდა ვიხმარო ესა. სხვები მხოლოდ სარეცხის ფხვნილს არ ჩუქნიან. ნაიმი თევდორაშვილი ამბობს, რომ მისი დაავადმყოფი ძმის კვებაც ხშირად ნათესავების დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ოჯახში 7 სული ცხოვრობს, თუმცა შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად უკვე წლებია შემწეობის დანიშვნას ამაოდ ცდილობენ. ეხლა წამალი არა მაქვს, აი ხვალე დავლევ ერთი აბიღა მაქვს და საჭმელი კიდე ჩვენ ჩემი საჭმელია, არის სალათას გავიკეთებ, ის მიჭმება უფრო დიაბეტების, კარგია სალათა რომ ისა და აი თუ ვინმე გამომიგზავნის მაწონ, ვინც მოასანახავად ხოლმე ჩემი ძმისა და აი მაწონს ავჭამთ და ეგ არის, სხვა არაფერი არ გვიჭამნია. პროდიაშვილების ოჯახში კი ორი მოხუცია, სოციალური დახმარება არც მათ აქვთ. როგორც ამბობენ, მათი ძირითადი შემოსავალი პენსიაა, რაც იმდენად მცირეა, რომ საჭირო მედიკამენტებსაც ძლივს ხიდულობენ. ოჯახში ამბობენ, რომ ასე გაჭირვებით მხოლოდ ისინი არ ცხოვრობენ და უბანში ასეთივე პრობლემები ბევრს აქვს. ჩემი პენსია და მაგი პენსია, მაგ უბედურისა. და ჩემ შვილსაც ახმარებთ ამ გოგოსაც, შვილთან წავიდე და ნახვი და ბავშვებსაც ველი მიუტანე. ჩვენც მაგით. აგე მიბძანთ ეხლა კარტოფილის სუპს ვაკეთებ. რა ხორცია. 1000 ერთხელ თუ ვიღაცა გამოგვიჩნდება და პატივი გვცა, თუ გამოგვიჩნდეს. ბიზნეს რეზონანსმა საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის მიხედვით საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ კახეთი მე-4 ადგილზეა და ღარიბი მოსახლეობის მხოლოდ 16%-ია. გაეროს მონაცემებით კი ბოლო 3 წელში საქართველოში მშიერთა რიცხვი თითქმის 3%-ით შემცირდა. მოსახლეობა კი ამ მონაცემებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ რეალობა სულ სხვაა. ტექსტი მეტი წელი ღარიბია. აბა მდიდარი ვინ არის? უმუშევარი ხალხი არიან და შემოსავალი რა არის? მინდორში და ხან მაღლა ვიყურებით, ხან დაბლა ვწალობთ, რომ სიტყვა არ მოვიდეს. კახეთი სხვასთან შედარებით ცოტა ფინანსურად კი, მაგრამ საერთო სიღარიბე რო არის საქართველოში ყველა ვიცით. ყოველი მეორე ალბათ. ყოველი მეორეა ღარიბი. ესე მგონია. მე რომ არ ღარიბი ჩემი თავზომამ. აბა მე 1 კილო ხახური ვერ იყიდა 9 კილო. ეგ არის სიცოცხლე. მე-4 ადგილზე კი არა, მე მგონი პირველ ადგილზე არის. განვითარებული არ არის ეკონომიკა და მაგან გამოიწვია ეს სიღარიბის ზღვარს მივიდა ხალხი. არ არსებობს ადამიანი, რომ არ ითვლებოდეს ღარიბად. ხალხი სიმშვიდობაა ჩამოვარდნილი სასწაულად. ნარფერი არა გვაქვს და მარა იქნება. სიღარიბე არ არის. ეკონომიკა რა თქმა უნდა არ არის განვითარებული, იქით უფრო ინგრევა. აი ეს ერთობა. ახლა სოფლის მეურნეობა თითქმის ცოტათი წინ მოდის, მაგრამ ბოლომდე არ. მე მგონი ეგეც დაინგრევა ბოლომდე თუ არ მიხედეს. როგორც კვლევის შედეგად აღმოჩნდა, შედარებით უკეთ ცხოვრობენ თბილისში. ყველაზე ღარიბი რეგიონი კი რაჭა-ლეჩხუმია. ხმაური და დაპირისპირება თელავში. აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს. ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმოხდა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, ბაზარში მყიდველი სიმცირე და ყოველდღიური გადასახადის გადახდა უჭირთ. ქალაქ თელავის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და აუცილებლობის შემთხვევაში გარემოვაჭრეებს პოლიციის ძალით ტერიტორიას დაატოვებინებენ. არ შევხედავთ ჩვენ ამ აქციას. თუ საჭირო იქნება გამგეობისითაც გადავიდეთ ჩვენი ბაზარს იქ გავმართოთ. თუ ქუჩის ვაჭრობა ლამაზი ამ თელავში ჩვენც ასე გავაკეთებთ. შიგნით ის არ მაქვს ადგილი არ მაქვს. საცავით როგორ ვიცხოვრო რა უნდა ვჭამო? კრედით რით უნდა ჩავაპარო? თუ მოვაჭრეების მოთხოვნა ჩვენთვის ცნობილია, მოგეხსენებათ ეს პრობლემა დგას უკვე არა დღეს და არა გუშინ, უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს არის მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი ფრთხილი თემა, რადგან მოვაჭრეები არიან შიგნით, არიან ასევე გარემოვაჭრეები, რომლებიც კანონი არეგულირებს გარევაჭრობის აკრძალვას. ჩვენ ხვალიდან უახლოეს მომავალში თუ არა და საპატრულო პოლიციასთან ერთად მოვახდენთ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარავდნენ ჩვენი მოქალაქეები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა ისეთ ხისტი მიდგომები, ამიტომ ვცდილობთ, რომ რაღაც ურთიერთმოლაპარაკების გზით მოგვარდეს ეს პრობლემა. ხმაური იყო პანკისის ხეობაში. სოფელ დუისის მოსახლეობა კახეთის ენერგოდისტრიბუციის თანამშრომლებს სარემონტო სამუშაოების განხორციელების საშუალებას არ აძლევს. მათი პროტესტი ელექტროგადაცემა ბოძებმა გამოიწვია, რომელიც საცხოვრებელი სახლების ეზოებს
სამუშაოებზე გადის. ადგილობრივი კომპანიას ბოძების დასახლებული ტერიტორიიდან გატანას თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლებს სარემონტო სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ელექტროსაკაბელო მაგისტრალი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადიოდა, რომლის ათვისებაც ბოლო აწლეულის განმავლობაში მოხდა. ვთხოვთ, რომ შეიცვალოს ამ სადენების მარშრუტი, გადაინაცვლოს გვერდზე მდებარე გზის პირას, რადგანაც ეს ბოძები ძალიან მოძველებულია, ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია და პლუს ამას გადის, როგორც თქვენ ხედავს, სახლთან 4-5 მეტრის სახლის წინ დგას ეს მაღალი ზავის სადენები და რაც ძალიან დიდ საშიშროებას და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ბავშვებს, პირუტყვებს და ასე შემდეგ. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არსებული საყრდენი ბოძები აქ არის საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში. თავადაც ნახეთ, რომ გუშინ მძიმე კლიმატური პირობების გამო რამდენიმე მათგანი წაქცეულია და უკვე უშუალოდ ქმნის უსაფრთხოების ძალიან დიდ რისკს და საჭიროებს სასწრაფო შეკეთებას. აი ამ პოზიციების შეუთანხმებლობის გამო ჯერჯერობით არ ხერხდება სარემონტო სამუშაოების გამო დაწყება, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა გთხოვს, რომ ამ ხაზის მარშრუტი შეიცვალოს, მაგრამ ეს მთელ რიგ ასე ვთქვათ პროცედურულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი წყვილი ანგრევს ოჯახს. საქსტატის მონაცემებით 2010 წლიდან 2014 წლამდე განქორწინებულ წყვილთა რიცხვი რამდენიმე ათასით გაიზარდა. დემოგრაფების შეფასებით კი არაოფიციალური მონაცემები გაცილებით მაღალია. რატომ შორდება ცოლ-ქმარი ერთმანეთს და რას უკავშირებენ ოჯახების გრევას, სპეციალისტები და გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტები ამ საკითხს ვერა იაშვილი არკოვდა. ამ თემაზე ვცვლად სასაუბრად, მე კი ეთერში სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. საქართველოში ოჯახების განქორწინების რაოდენობა ბოლო 5 წელია მატულობს. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით რეგისტრირებული განქორწინების რიცხვი თუ 2010 წელს 4726 ოჯახი იყო, 2014 წელს ეს რაოდენობა დაახლოებით 4000-ით გაიზარდა და 9119 ოჯახი დაინგრა. ასეთივე მდგომარეობა კახეთში 2010 წლიდან 2014 წლამდე განქორწინების რიცხვი 300-დან 671-მდე გახდა. დემოგრაფების შეფასებით კი არაოფიციალური მონაცემები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ განქორწინების მთავარ მიზეზად მძიმე ეკონომიკური პირობები და ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახები დაასახელა. მე მგონი ეს გამოწეული არის შეიძლება ნაადრევი ქორწინები და შესაძლებელია კიდე აი ამ ფინანსურად დაუკმაყოფილებელი მდგომარეობის ხარჯზე. ძალიან ბევრი რამე შვილო. აი ეკონომიური მდგომარეობა საქართველოში პირველ რიგში ძალიან ბევრი ოჯახები დაინგრა. იმიტომ რომ ქალების არიან ოჯახის შემნახავები ძირითადად და მიდიან საზღვარგარეთ ოჯახების შესანახად. ჩემი აზრით, ნამდვილად ადრე როცა ქმნიან ოჯახებს, ეგ იწვევს განქორწინებას. ალბათ კომპლექსებისგან გათავისუფლდნენ ადამიანები. ადრე ბევრ რაღაცაზე თავს იკავებდნენ, თვალს ხუჭავდნენ. ერთი ეგ, მეორე ის, რომ ძალიან ახალგაზრდა და დაუფიქრებელი ოჯახები იქმნება დაუფიქრებლად. ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად ის უნდა გაიაზროს, როცა ოჯახი იქნება ორივემ, რომ იქ ეკონომიკური ფაქტორიც იქნება, ყველანაირი პრობლემა იქნება. ცოლებს ვეღარ ინახამენ, კაცო. აღარ არის სამჩაო არ არის და ცოლებს ვერ ინახამენ. დეიძულებლები ახდიან, ვერა შველდებიან და იყრებიან. ალბათ მცირეწლოვან ასაკში ოჯახის შექმნა ეკონომიური პირობები. არა სრულწლოვანების დაოჯახდება ხდება და ვერ იქმნება მყარი ოჯახები. ძირითადი მიზეზი ეგ არის და რა თქმა უნდა ეკონომიკური მდგომარეობაც, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ოჯახების ანგრევითის გამართლებული მიზეზი. აი ის უფრო რომ არის რომ არ იქმნება მყარი ოჯახი. არ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე და ამიტომ არის რომ ბოლოს შედეგი ასეთია. აი ერთმანეთთან ისე რა ქვია, თანხმოება ალბათ. ნაწილის აზრით მიზეზი სხვა. განქორწინება შეიძლება ქონდეს ბევრი მიზეზი, როგორც ეკონომიკური, ისე უშუალოდ სხვა მიზეზები. სტაბილური ოჯახებიც არის ეკონომიკურად, რომელიც ინგრევა სხვა მიზეზების გამო. აი კიდე მაგალითად ეს მიზეზები, რომ დაუშვათ ეხლანდელი ცხოვრებაში ახალგაზრდობა სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად აზროვნებს და დაუშვათ ადამიანს შეიძლება არ იცნობდნენ ერთი ორი გასნობილი ადამიანი ისე მოიყვანა და მე გამოავლინონ ერთმანეთს რაღაც უარყოფითი თვისებები, რასაც ვერ ურიგდებიან და ვერ გუებიან. ჩემი აზრით, ანუ გარემო ფაქტორებიც ხელს უწყობს წყვილების განქორწინებას. ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა და ეს მოქმედებს და ისახება რა თქმა უნდა ოჯახზე, არ არის სამუშაოები.
თუ არის ძალიან დაბალი ხელფასი, რაც ხელს უშლის მე ოჯახურ მდგომარეობას რაღაც 1000 რაღაც უნდა ხა ოჯახს. კიდე არის ერთი სექციით შეუთავსებლობა, წვილი ვერ თანხდება ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ნადრევ ასაკში ქორწინება, როცა არიციან რა უნდათ და უბრალოდ თხოვდებიან და ცოლი მოყავს, გონია რომ უყვარს ან რაღაც. Საქსტატის კვლევების თანახმად ოჯახები ყველაზე ხშირად ქორწინებიდან პირველ 4 წელიწადში ან ქორწინებიდან 20 წლის შემდეგ ინგრევა. ახლა კი ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი მანანა სონღულაშვილი. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა, რომ მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში. სტუმრად, სტატისტიკური მონაცემებით ბოლო 5 წლის განმავლობაში განქორწინებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თქვენი შეფასებით რა არის მიზეზი? მიზეზი საკმაოდ ბევრი რამ გახლავთ. უმთავრესი რა არის, დიახ? პირველ რიგში ნადრევი ქორწინება. ნადრევი ქორწინება გაუაზრებელია ორივე ახალგაზრდისთვის, როგორც გოგონასთვის, ისევე ჭაბუკისათვის. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ნადრევი ყველაფერი კარგიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ახალგაზრდების ორგანიზმი არ არის ჩამოყალიბებული ბიოლოგიურად, არ არის დადამთავრებული, ჩამოყალიბებული არ არის მათი ფსიქიკა, არ არის მზად ოჯახის შექმნისათვის, იმ პრობლემებისათვის, რაც მათ შეხვდებათ მომავალში. და ხშირად რამდენიმე წლის ან შეიძლება თვის შემდეგაც, როდესაც შეხვდებათ მათ უამრავი პრობლემა, წინაღობა ოჯახში, მათი გრძნობები ცივდება და ხშირად ირღვევა მათი ურთიერთობა. რაც შეეხება იმ წყვილებს, რომლებიც ოჯახს გვიან ქმნიან და არანაადრევ ასაკში, ხშირად სოციუმია დამნაშავე, სოციალური პირობები, ოჯახური პრობლემები მათაც არანაკლებ მოქმედებს. ხშირად ძალდედამთილიანია მათი ეს პრობლემა. იცით, ადრეც იყო ალბათ ეს მიზეზები, ბოლო 5 წლის განმავლობაში თქვენი აზრით რატომ გაიზარდა განქორწინებულთა რაოდენობა? ეს პრობლემა გეთანხმებით, ყოველთვის იყო, მაგრამ დაჩქარდა განვითარება, ტექნიკური პროგრესი, მოთხოვნილებები გაიზარდა, ჩემო კარგო. მოთხოვნილებების გაზრდასთან ერთად იზრდება გემოვნებაც. ვერ ასრულებს ყოველდღიური ცხოვრება იმ მოთხოვნილებების შესრულებას. კონკრეტულად რა მოთხოვნილებებს გულისხმობთ? თუნდაც ის, რომ ყოველდღიურად მოდის მათ ტელეფონებში მესიჯები, შეიძინეთ განმადებით, შეიძინეთ დაბალ ფასში. ეს საკმაოდ დიდი ცდუნებაა, ჩემო კარგო. კარგია, მაგრამ მოგეხსენებათ ოჯახი არ არის დარჩენილი ბანკის ვალი რომ არ კონდეს. ახალგაზრდებს უნდათ ახალი მაცივარი, ახალი ტელევიზორი, კეთილ მოწყობილი ცხოვრება. და შესაძლოა ეს გახდეს მიზეზი, მათომაც არა ხშირად ესეც ხდება, ჩემო კარგო. როდესაც ბავშვებს ვერ აკმაყოფილებ, ვერ ზრდი ისე, ვერ უსრულებ მათი მოთხოვნებს, რაც მათ სჭირდებათ სწავლა განათლებისთვის. შემდეგ ეს ყველაფერი ექნებათ? იცით რა, აია კიდე უამრავი წინაღობა არსებობს. რომ შორდებიან ხშირად ეს აისტორეთ ეს არის მომზადებლები, მე რომ დავუშვათ 30 წლისა, 35 წლისა. შეიძლება მისი გონება ვერ წვდება იმას, რომ დაშორების შემდეგ მეუღლესთან ოჯახის დანგრევის მერე დიდი პრობლემების წინაშე დგება. მას გონია რომ თვითონ დამოუკიდებლად, როდესაც არ იქნება დამოუკიდებული უფროსებზე, არ იქნება დამოუკიდებული მეუღლეზე, შეუძლია საკუთარი შესაძლებლობებით, საკუთარი სამსახურით ჩვილის რჩენას. მას ქალბატონები ფინანსურად უფრო ძლიერები არიან ხშირად ვიდრე მამაკაცები. მაგაში გეთანხმებით კი. ეს ხომ არ არის განსაზღვრული. ქალი ყველაფერსია წამსვლელი, რატომაც არა ეგეც, იმიტომ რომ ქალი უფრო მეტ რამეს კისრულობს და კადრულობს შვილებისთვის, ყველაფერსია წამსვლელი შვილებისთვის, რომ მათ არაფერი მოაკლდეთ. არც საჭმელი, არც ჩასაცმელი, არც დასახური და მამაკაცი უფრო ითრგუნება, იკეტება თავის თავში და ქალი ფრთებს შვილის, ის დედაა და დედა ბევრი ძლიერია გაცილებით უფრო ვიდრე მამა. სოციალური მდგომარეობის გარდა კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ წყვილები დაშორდნენ? სიყვარულის ნაკლებობა. ბევრი ერთი შეხედვით ზოგჯერ დიდ შეცდომას უშვებს, იმიტომ რომ მიყვება ფინანსურად ძლიერ მამაკაცს. ცოტა ხნის მერე აღმოჩნდება, რომ
ის მამაკაცი ღალატობს. ან აღმოჩნდება, რომ არ უყვარს და თუნე უსიყვარულოდ ღალატი არის ერთ-ერთი მიზეზი. აუცილებლად ღალატი არის ერთ-ერთი მიზეზი, მნიშვნელოვანი მიზეზი და ეჭვიანობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. როდესაც ქალი ან მამაკაცი მეუღლე ეჭვიანობს. ეჭვიანობის ნიადაგზე ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა, ჩემო კარგო. ღალატით არანაკლებ და ეჭვიანობის საბაბი ხშირად არ არის, მაგრამ როდესაც რაღაცა პატარა ნიუანსი გაჩნდება იქ დაეჭვების უკვე საბაბი ხდება ხშირად აი ამ ერთად შეკრული სხვა პრობლემების გათვალისწინებით იქ ეჭვიანობა, სოციალური პრობლემები, იქ შეიძლება უფროსების ენის ჩარევა და ეს ყველაფერი ერთად უკვე არსებს იმ ფიალას, რასაც ფსიქიკა ქვია, აი, როდესაც ადამიანი გადაიღლება ყოველდღიური ნევროზული ცხოვრებით, ცხოვრობს, სტრესული სიტუაციები იქმნება, ხშირად არის ჩხუბი, კამათი, აქ უკვე ხშირად სამწუხაროდ მთავრდება ოჯახის დანგრევით. დიახ, ხშირად წყვილები არჩევენ ხოლმე, რომ ცალკე იცხოვრონ და არა მშობლებთან. ეს არის გამოსავალი, რომ კონფლიქტი აირიდონ თავიდან. იცით, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ჯობია ცალკე ცხოვრება და მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა კუთხით გამართლებულიც არის, იმიტომ რომ როდესაც ახალგაზრდა გოგონა, ქალიშვილი, რასაკისაც არ უნდა იყოს, ის თხოვდება, ოცნებობს დამოუკიდებელ ცხოვრებაზე. ხშირად მას კარგად შეუძლია ორგანიზაცია გაუკეთოს საკუთარ ბიუჯეტს, კარგად აწარმოოს თავისი ოჯახი, მაგრამ როდესაც უფროსები ერევიან, ეს გაღიზიანება გამოიწვევს ხოლმე ბევრ უსიამოვნებას უფროსებსა და ახალად შექმნილ ოჯახს შორის და ამიტომ თუ საშუალება არის იმისა, რომ ახალგაზრდებმა ცალკე იცხოვრონ, რა თქმა უნდა სასურველია, რომ ახალად შექმნილი ოჯახი ნულიდან იწყებდეს და მათი სიყვარული თანდათან შეთვისდებიან და გაფართოვდება და გაძლიერდება უფროსების მშობლების აქ უგულისხმობ ხელშეწყობით. მაგრამ აი სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ეს ფინანსური მდგომარეობა არ არის, ხელს ვერ უწყობს ოჯახებს, რომ ახალ შექმნილმა წყვილმა დამოუკიდებლად იცხოვროს. ესეც ერთგვარი უსიამოვნების საბაბი ხდება, რა თქმა უნდა და მე ეს სხვა პრობლემებიც რომ ემატება უკვე ადვილად ხდება ოჯახის დანგრევა. ეს პრობლემები ყოველთვის იყო და არგუმენტად ასახელებენ ხოლმე, რომ ადრე ქალბატონები ითმენდნენ, რას ითმენდნენ ადრე და რას აღარ ითმენენ ახლა. ხშირად ჩვენთან დღესაც ფუნქციონირებს ცნობილი გამოთქმა, აზრი, რას იტყვის ხალხი. დიახ. ადრე ბევრი ქალი ითმენდა რას იტყვის მეზობელი, რას იტყვის ნათესავი, რას იტყვის სოფელი და ასე შემდეგ. და თრგუნავდა თავის მოთხოვნებს, თავის გაჭირვებას, თავის უკმაყოფილებას შვილების ოჯახის გულისთვის, რომ არ დარღვეულიყო. ხშირად იმიტომ, რომ დასაბრუნებელი არ ქონდა, მშობლები არ მიიღებდნენ, არ შეუწყობდნენ ხელს, იმიტომ რომ ოჯახის დანგრევა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. და არის ხოლმე რაიმე გამოსავალი, რომ თავიდან აირიდონ ეს კონფლიქტი? რა არის საჭირო ცხოვრების მხრიდან? ხო, პირველ რიგში სიყვარული. როდესაც ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, სიყვარული ბევრის ატანა შეიძლება, მოთმენად შეიძლება ძველ დროშიც, ახლაც და მომავალშიც. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი მანინა სონღულაშვილი. ყვარლის მუნიციპალიტეტმა სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო. მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს 8 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მოწესრიგდება სასმელი წყლის საკითხი და სოფლებამდე მისასვლელი გზები. წელს პროექტის ფარგლებში 548,000 ლარია გამოყოფილი, მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად შეარჩია. შეგახსენებთ, რომ სოფლის დახმარების პროგრამა უკვე 6 წელია ყოველწლიურად ხორციელდება. გამოყოფილია 548,000 ლარი, ძირითადი პრიორიტეტებია საბავშვო ბაღები, სასმელი წყლები და სოფლეთა მისასვლელი გზები. ხართ-აღრიცხვების გაკეთება დასრულებულია, სამუშაოები დაწყებულია, აქედან რამოდენიმე პროგრამა უკვე დასრულებულია, დანარჩენი მიმდინარეობს. ივლისის ბოლოსთვის ყველა იქნება დამთავრებული.
დღეს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო და 12 ივლისს დღესასწაულზე გამხსნელდება. პეტრე-პავლობის მარხვა ცვალებადი ხანგრძლივობისა და სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ ორშაბათს იწყება. წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის. რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც თავთა მოციქულებს. ისინი ერთდროულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს. პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია. ეს მარხვა არც თუ ის ერთული შესანახია, რადგან არის ოთხშაბათი პარასკევის გარდა თევზით ხსნილი. აუცილებელია მარხვაში ადამიანმა თავის მობილიზება გაუკეთოს, ტაძარში სიარული, წირვალოსებზე სიარული, აღსარება, ზიარება და მოძღვართან ურთიერთობა, რა თქმა უნდა. და ასევე უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვცეს პავლეს სიყვარული ღვთისა, რადგან პავლე მოციქულმა თავის ეპისტოლეში ბრძანა, რომ ანგელოზთა ენით რო საუბრობდე, მრავალი სიკეთის გამკეთებელი რომ გვიყო და თუ სიყვარული არ მაქვს, არაფერი არ არა ვარ. და ღმერთმა მოგვცეს რწმენა პეტრესი და სიყვარული პავლეს ღვთის. ყოვლადწმინდის ტაძრის წინამძღვარმა იღუმენმა რაფაელ ხელაშვილმა ქრისტიანული ცხოვრების საზრისზე იქადაგა. შეხვედრა გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა, ორგანიზატორი კი წმინდა სტეფანი აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი კენოზისი იყო. გადაგების შემდეგ შეკრებილებს საშუალება მიეცათ მამა რაფაელისთვის კითხვები დაესვათ. ორგანიზაცია კენოზისი მსგავს შეხვედრებს ორ კვირაში ერთხელ გამართავს. მომავალი შეკრება 19 ივნისს 18 საათსა და 30 წუთზე იქნება. შეხვედრას თბილისში ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორი გიგნაძე გაუძღვება. გადაგების დასრულების შემდეგ მსურველებს კითხვების დასმის საშუალებაც მიეცემათ. ადამიანი მიხვდეს, რომ არ შეცდეს, რომ სარგებელი ამ ქვეყნისაგან მას არ აქვს არაფერი, საბოლოოდ ესეთი რაიმე სარგებელი არ აქვს, გარდა ერთ-ერთი რამისა, რომ ამ ქვეყნიური თუ კი რაიმეს არის და თუ კი რაიმეს მიახლება, ყველაფერი გამოიყენოს იმ ზომით და იმ მიახლებით, რომელიც მას შეეწევა ერთ რამეში, რომ როგორმე გადასუროს ამ სოფლის ეს მყრალი ზღვა. ამ ქვეყნიური საშუალებებით. ჭამა ჭირდება, დალევასით ჭირდება და რაღაც ურთიერთობების საზოგადოება და მთელი ესეთი ურთიერთობები, რომ ოღონდ ყველაფერი უნდა ხმარდებოდეს ერთადერთ მიზანს, საზრისს ერთადერთს, რომ როგორმე ამ ქვეყნის ზღვაში არ ჩავიძირო. ამ ქვეყნის ზღვაში არ ჩავიხრჩო. ჩვენი ორგანიზაცია სულ ახლახანს დაფუძნდა და მრავალპროფილიანი ორგანიზაცია, მათგან ერთ-ერთი მთავარი არის თეოლოგიური კუთხით განვითარება საზოგადოების და აღნიშნული პროექტი ზუსტად ამას ემსახურება შეხვედრები მოძღვართან, რომელიც გაიმართება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ძირითად შეხვედრებს წარმართავენ ეპარქიაში მომსახურებდელსახურები, თუმცა პერიოდულად ყოველ მეოთხე, მეხუთე შეხვედრას, მესამე შეხვედრას წარმართავს რაიონებიდან და თბილისიდან მოწვეულ მღვდელსახურები. ეს არის ძალიან მისაღები და ძალიან სასურველი და მე მგონი ხალხი საკმაოდ ესწრებოდა და რო გაიგებენ მე უფრო მეტი მოვამბრელი რომ მე ვატყობ რომ ხალხი მოწყურებულია აი ამას ყველაფერს და ნახე მამა რაფაელი შესანიშნავად ქადაგებდა და ბევრ საინტერესო კითხვაზე გასცა პასუხი და ეს ნამდვილად აუცილებელია მე მგონი სულიერად გაზრდისათვის ჩვენი ერისათვის აი მამალი ქრისტიანული ცხოვრების გაძლიერებისათვის ასეთი შეხვედრები მეტად აი სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ჩემის აზრით. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგაცნობთ. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. თანამედროვე დემოკრატიული ევროპული საქართველო გულისხმობს ინსტიტუტების დაბალანსებას, ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის გაკონტროლებას და ქვეყნის მშენებლობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით საქართველოს თანამედროვე დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფო ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ მსგავსი ანალიზების ყურადღებით გაცნობა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა Transparency International's ამ ძალიან საინტერესო კვლევისთვის და იმ სერიოზული ნაშრომისთვის, რომელიც ჩვენს წინაშე არის წარმოდგენილი. პირველ რიგში მინდა
ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ნაშრომის შექმნის სპეციფიკა და ის დეტალები, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ რანაირად შეიქმნა ეს კვლევა. ამ კვლევის ზოგადი ჩარჩო ქალბატონმა ეკამ მიმოიხილა, მაგრამ მე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ კვლევის მიგნებები იყო გაზიარებული ყველა მოქმედ ჩამოთვლილ სტრუქტურასთან და პირთან და მათ შეეძლოთ ამასთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციაში ყოფილიყვნენ თვითონ Transparency International-ის თანამშრომლებთან, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აღმავებს და საინტერესოს ხდის ამ ნაშრომს, იმიტომ რომ ეს არის არა, ასე ვთქვათ, ერთკარში თამაში, არამედ ინტერაქტიული პროცესი, როდესაც ის, ვისაც, რასაც იკვლევენ, არის აქტიურ დიალოგში ჩართული და ამის მეშვეობით ბუნებრივია უფრო ღმავდება ამ კვლევის შინაარსი და აქცენტები. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კოლაფსი განიცადა და ჩვენ ვალდებული ვართ მას გადავხედოთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის გასამართლება ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ჩემთვის არის აღმაშფოთებელი ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის გასამართლება ვერ მოხერხდა. ეს არის სრულად აღმაშფოთებელი ფაქტი. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა, ნაფისაჯულების ინსტიტუტმა განიცადა სრული კოლაფსი და სრული კრახი. ჩვენ ვართ ვალდებულნი ამას გადავხედოთ და ის რაც ხარვეზე არის გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, ოჯახი, დაზარალებული ოჯახი, რომელიც არის ლაშა-მახარაძის ოჯახი, მათ აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ რა მეთოდებით ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა არაოფიციალურ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. საუბარი ასევე ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ პროგრესს შეეხო. თინათინ ხიდაშელმა იოუზას ოლეკასთან თავდაცვის მინისტერიალის წინ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. შეხვედრას ლიტვის თავდაცვის ატაში საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკი დანიუს კატილიუსი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ლიტველმა სტუმრებმა თინათინ ხიდაშელს იუბილე ლიტვურ ენაზე შესრულებული სიმღერით მიულოცეს. თავდაცვის მინისტრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც წინ თავდაცვის მინისტერიალია ორ კვირაში, ამიტომ წინასწარ შეთანხმა მოლაპარაკება რაღაც გარკვეული ტიპის გეგმაზე, რა გზით მივდივართ, როგორ ვმუშაობთ. მე პირველად შევხვდი დღეს ლიტვის თავდაცვის მინისტრს, ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი გავცვალეთ მოსაზრებები იმ პირობითად დავარქვათ საგზაურო კოსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს მიერ ვარშავის სამიტამდე მიმავალ გზაზე. თქვენ იცით, რომ ესტონეთის პრეზიდენტთანაც ამ თემაზე გქონდა ჩვენ საუბარი. რამდენიმე სატელეფონო ზარი მქონდა მე ჩემს კოლეგებთან და უკვე ივნისის თავდაცვის მინისტერიალიდან ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას. ამიტომ ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეხვედრები და სიურპრიზი რომელიც მომიწყო, რა თქმა უნდა, ამ ჩვენი მეგობრობის დადასტურება არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიდი მეგობრობის დადასტურება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ქართველი პოლიციელი ქალებისთვის ლიდერის უნარების განვითარების კურსები გახსნეს. აღნიშნული სასწავლო პროგრამა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. კურსები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ცენტრალურ და რეგიონულ სამართალდამცავ სტრუქტურებში პოლიციელ ქალთა ჩართულობასა და კარიერულ ზრდას. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული და განვითარების პროექტების ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარებთ ქალების შესაძლებლობებს მათ უნივერსალურ როლს პოლიციის საქმიანობაში და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ეს არის 112 საპატრულო პოლიცია, უბნის ინსპექტორი, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად არის ჩართული და სადაც ქალების როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა მისცემს კიდევ მეტ შესაძლებლობებს ქალ პოლიციელებს, რომ ისინი ჩაერთონ სხვა მნიშვნელოვან
ფუნქციებში პოლიციის საქმიანობის და ასევე მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. ასეთი იყო დღეს რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. რუსეთის დიდი შვიდიანის გაერთიანებაში დაბრუნება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ მედიასთან საუბრისას გააკეთა. ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ინტერვენციით რუსეთმა დაარღვია მთავარი პრინციპები, განაცხადა მარკელმა. მისივე თქმით, ის ვერ ხედავს თუ როდის შეიძლება მოსკოვის დიდი შვიდიანის მაგიდასთან დაბრუნება. ბავარიის ალპებში დიდი შვიდიანის სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს რუსეთი დიდი რვიანიდან, მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა. იტალიის სანაპირო დაცვამ ბოლო 2 დღის განმავლობაში გერმანული, შვედური, ესპანური და ბრიტანული გემების დახმარებით ლიბიის სანაპიროდან 80 კილომეტრში 6000-მდე მიგრანტი გადაარჩინა. Deutsche Welle-ს ცნობით ბოლო 48 საათის განმავლობაში 30 ოპერაცია ჩატარდა. სანაპირო დაცვამ დახმარების თხოვნის შეტყობინება სატელიტური ტელეფონებით მიიღო. გადარჩენილი მიგრანტები იტალიის პორტებში გადაიყვანეს, აღნიშნულს იტალიის მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მოყვა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იტალიამ უნდა შეწყვიტოს თავშესაფრის მაძიებლის მიღება. გაეროს მონაცემებით წლის დასაწყისის შემდეგ იტალიაში 46500 მიგრანტი ჩავიდა, რაც 12%-ით მეტია 2014 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ბრაზილიელი ახალგაზრდა, რომელმაც $45,000 პლასტიკურ ოპერაციებში გადაიხადა, რითაც თოჯინა ბარბის საქმროს კენის დაემსგავსა, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბევრი პლასტიკური ოპერაციის ფონზე ლეიკემია დაუდგინეს. დისნეის სამყაროში მოხვედრა ყველა ადამიანის ბავშვობის ოცნება, ეს ოცნება ბევრს დასრულ ასაკშიც არტოვებს. მაგალითად, გოგონებს, რომლებიც პრინცების ცოლობასა და პრინცესას კაბებზე ოცნებობენ, ზღაპრული ქორწილის გადახდა ბევრი წყვილისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ჯადოსნური გარემო, ყვავილები, წითელი ხალიჩა, ფარფატა კაბა და ტორტის ოცნება. სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს საკონდიტრო ნაწამს, რომელსაც იხილავთ. ჩვეულებრივი თეთრი ტორტი ვიდეო პროექციის დახმარებით მანათობელს საოცრებად იქცევა. და ბოლოს დღის სხვა ამბები. ჯგუფი A-Studio მუსტივის დაჯილდოებაზე, რომელიც ასტანაში გაიმართა 100 წლეულების საუკეთესო ჯგუფად დასახელდა, თუმცა თავად ქეთა თოფურია, რომელიც ორსულობის ბოლო თვეშია, ცერემონიას არ დასწრებია. ის მოუღლესთან ერთად ამერიკაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ქეთას ფანებმა მისი ნახვა მაინც მოახერხეს, მომღერალი ამერიკიდან ჩაერთო და ტომას ნევერგინთან ერთად სიმღერა Falling for You live შეასრულა. გუნდმა მზარდმა საქართველოს საზაფხულო სეზონის 2 მატჩიანი ამხანაგური სერიის მეორე შეხვედრაში უელსურ ქროშეის მე-15-დან კვლავ წააგო, ამჯერად ანგარიშით 9-14. პირველი მატჩისგან განსხვავებით თამაში გუნდური ჩხუბით დასრულდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან თითო მორაგბე გააძევა. ახლა კი ნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. ნახვამდის მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.